სანამ კორვეტის განხილვის ვიდეო დაიწყება, მოდით გავათამაშოთ Maxis Red Bull, რომელიც წინა თვეში წესების დარღვევის გამო არ გათამაშდა და გადათამაშება მოგვიწია. გადავიდეთ ვიდეოზე, რომელშიც გადათამაშება მოხდა Credis Mustang-ის ვიდეოზე, მოვნიშნოთ ლინკი, შემდეგ ჩავაგდოთ აქ. შემდეგ მოვნიშნოთ filter duplicate users, ანუ ერთი და იგივე კომენტარები რო გამორიცხოს და თითო კომენტარში გახდეს გადათამაშდეს უпростоრად. ყველა წესი აუცილებლად შესრულებული უნდა გქონდეთ, თორემ კიდევ გადათამაშდება. მოდით ახლა გავათამაშოთ. გამოწერილი უნდა გქონდეთ არხი აუცილებლად, ვიდეო უნდა გქონდეთ გაზიარებული, დალაიქებული და ასე შემდეგ. წესებს გადახედეთ აუცილებლად. მოდით ახლა დავაჭიროთ get YouTube comments, 10 კომენტარი და ახლა გავათამაშოთ. 1 2 3 დავაჭიროთ starts. ბექა მაზმიშვილი 1380. ნამდვილად კარგი მოდელებია, წარმატებებია. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ გუჯას გარაჟის Facebook გვერდზე, რომელიც მითითებულია ვიდეოს აღწერაში, ლინკი. 1 კვირის განმავლობაში თუ არ დაგვიკავშირდებით, მოგვიწევს რომ გადავათამაშოთ ისევ ეს ბოლიდი. და ასევე წესებით შესრულებული უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ გადამოწმდება. ყველას წარმატებებს გისურვებთ და გამარჯვებულს გილოცავთ ესეთი მაგარი ბოლიდის მოგებას. მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ Chevrolet Corvette C2 Stingrays. მოგესალმებით. ყველას დიდი მადლობა. მადლობებით დავიწყოთ ეს. ხო. მოდი მევიტყვი რა. კი ბატონო, შენ თქვი ჯობია. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ირაკლი შალიკაშვილს იმისთვის, რომ ეს მოდელი დღეს ჩვენ გვაქვს, კიდევ იმისთვის, რომ ძალიან ბევრი გამომწერი მოგვემატა და 10000 მიუახლოვდით და არ დაგავიწყდეთ, რომ 10000 გამომწერზე თავარი სიურპრიზის პირველი ვიდეო უნდა დაიდოს და კიდევ დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის, იმიტომ რომ თუ ვინმეს თუ ვიდეო არ გაქვთ ნანახი, ლინკი აღწერაში იქნება, გადადით ირაკლის არხი გამოიწერეთ და ზუსტად აი ამ მანქანით ჩვენ ვიდეო გადავიღეთ და ძალიან მაგარი ემოციები მომანიჭა. და მე თუ თქვენ იცით რომ ან ისტორია უნდა გქონდეს მოდელს, რომ ჩემთან როზე მოხდეს, ან ჩემთან ემოციურად უნდა იყოს დაკავშირებული. და ერთ-ერთი მოდელი არის ზუსტად ეს. კი ბატონო. და კიდევ ერთი დიდი მადლობა კარგო პოლოს ძალიან, იმიტომ რომ ესეთი მხარდაჭერა დონაციის სახით ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваციაა და გყიდებით რომ ძალიან მაგარ ვიდეოს შემოგთავაზებთ, მალე უბრალოდ არ ვიტყვირას. და თან არაერთ ვიდეოს. არაერთ, ხო, დაგველოდეთ, ძალიან მაგარი ვიდეოები იქნება და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობების თემა მოვრჩით. მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველა გამომწერსაც. ირაკლის არხი აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცა აქვს დაგეგმილი 100000 გამომწერზე და ისე რომ ჩვენ 10 და მაგას 100-ზე. ხო, ჩვენც 10-ზე ძალიან მაგარი რაღაცა. ისე რომ ხარში თუ დაგვიდგებით, აი ძალიან მოხარულები ვიქნებით და ყოველთვის ვეცდებით, რომ ძალიან მაგარი ვიდეოები შემოგთავაზოთ. პირდებით, რომ 10000-ზე ვავა და იმის იქით რომ წავა ძალიან მაგარი ვიდეოები იქნება, იმიტომ რომ რაღაცები გეგმაში არის. კი ბატონო. კარგი, ახლა მივხედოთ ჩვენ Corvette-ს. მოდი ესე გავაკეთოთ რა. შენ მოყევი თეორიის ისტორია. კი. და მე მოყვები იმ ემოციებს, რაც ამ მანქანასთან არის დაკავშირებული. კი ბატონო. კაი, მაშინ სანამ ამ მოდელს გავხსნი, ეს უკვე ჩავატარეთ. ხო, ამ ვიდეოში ნახავთ გამარჯვებული ვინ არის და მივმართავ გამარჯვებულს აქედან, რომ 1 კვირის მანძილზე უნდა დაგვიკავშირდეთ აუცილებლად. თუ არ დაგვიკავშირდებით,
გადათამაშდება და აუცილებლად ყველა წესი სწორად უნდა იყოს შესრულებული ქრიდის მუსტანგის ვიდეო იყო. კი ბატონო. და გადახედეთ იქ წესებს აუცილებლად, იმიტომ რომ ერთი წესის არ შესრულებას კი ნიშნავს ავტომატურად გათამაშების შეტრიალებას რა ეს გადათამაშებას. ხო, და არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი თვის ბოლო პარასკევს ვათამაშებთ ავტომობილს. მაქსის Red Bull-ი ვიღაცის გახდება ვიდეო. კი. კარგით. ეხლა რაც შეეხება მოდი სანამ მაგას ვიტყვი ბრენდი და მასშტაბი ვთქვა. კი ბატონო. ბრენდი არის ერთ-ერთი საუკეთესო ნორევი. ბრენდი არის აი პრემიუმ კლასის ბრენდი არის რა. ამაზე უკეთეს ცოტას თუ იპოვით. კი არის, მაგრამ ესეც აი ავტოარტის დონის BBR-ის ეგეთი ტიპია რა. და მოდი ცოტა ვილაპარაკოთ ნორევზე. 1946 წლიდან აწარმოებენ მოდელებს. კი ბატონო. 1.18, 1.12, 1.53, 1.87, 1.64 მასშტაბებში. ანუ ყველა ძირითადში. კი ბატონო. და არის ნორევის ეს სერიები, რომელიც არაფერი არ եղება 1.18-ს და არის კიდე გამოშვებული სერიები, რომლებსაც եղება. ანუ ორ სეგმენტში არიან, მაგრამ ხარისხი არის ძალიან მაგარი კადრებში ვნახავთ. კი ბატონო. და სხვათა შორის ეს წითელი ფერი ამ Stingray's ძალიან მაგრად ვხდება. ხო. მე ცოტა ნაზად გავხსნი. ხო. შენ მანამდე ილაპარაკე გავს. მანამდე ვილაპარაკოთ. რა ვილაპარაკოთ? რაც გინდა. 60-იანი წლები ირაკლის ვიდეოში თქვი ნახავთ იქ. ხო, ქროს ხანა. საავტომობილო ისტორიაში. იმიტომ რომ მაშინ იგმებოდა პირველი ნაბიჯები და მაშინ ყველა მაგარ მანქანებს უშვებდნენ რა. აი აგერ. ეს ხო იცით რომელი მანქანის კონკურენტია. თქვათ ხო, აბა. ეს არის. Shelby Cobra-ს ეს კონკურენტი. არის ხსნება. ის ხედა. მე დავატრიალოთ არა. აი. ესე იყოს. ზატო ეს იხსნება. ხო, ეს არის კაბრიო ვერსია და არის კიდე ჰარტოპი. კი. ჰარტოპი ძალიან მაგარია და აქვე ვიყვი რომ ჰარტოპი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და ყველაზე კარგი და ყველაზე ჩემთვის საყვარელ ფილმში იყო ფორსაში. კაი, მოკლედ ახლა მოკლე ისტორიას მოვყვევი. კონკურენტთან დაკავშირებით. კონკურენტი იყო Shelby Cobra და რატო იყო Shelby Cobra მაგას ე კონკრეტულად ამ მოდელის ამ მოდელის კონკურენტი. კი ბატონო. და მე ვთვლი რომ კორვეტებში ყველაზე ლამაზი კორვეტია. კი. ყველაზე ლამაზი აი კი. კაი, არა, შენ ვიცი რომ ერთი მოგწონს, მაგრამ ჩემთვის ეს არის. ყველაფერი დაიწყო 50-იან წლებში, კონკრეტულად 53 წელს. როცა General Motors-მა გადაწყვიტა Chevrolet-ში ეწარმოებინა ეგრეთ წოდებული სპორტული სამოქალაქო ავტომობილი, რომელიც რომ მიიღებდა Le-Mans-შიც მონაწილეობას, IndyCar-შიც მონაწილეობას და ქალაქში შეძლებდნენ მაგითი სიარულს. და შეიქმნა აგერ ეს კორვეტი, რომლის პროექტით შეგიძლიათ ხო, უბრალოდ ეს ჩემი აწყობილი არის და რატომღაც გადავწყვიტეთ დრაგსტერად ამეწყო ეს ავტომობილი. მოდი შევთანხმდეთ, რომ დრაგსტერი კორვეტს ხო, არ უხდება. კი ბატონო, გეთანხმები. თავიდან ეს ავტომობილი გამოდიოდა სუპირველი ვერსია, აი 53 წელს რაც გამოვიდა. ამის ავტომობილია სხვათა შორის. ხო, ამას აქვს დაწყვილებული ფარები, აგერ ახლოდან გაჩვენებთ. და პირველ ვერსიას ჰქონდა ცალი ფარი. ანუ ორფარიანი იყო, ეს ოთხფარიანია რა. გამოდიოდა ეს ავტომობილი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში თითქმის. და მერე უკვე ნუ იქ რა თქმა უნდა ფორდმა გამოიჩინა აქტიურობა, იქ ინიციატივა. ხო, ბიუიკები და ასე შემდეგ რა, რომ აი
ისეთ ავტომობილებს უშვებდნენ, რომლებიც უკვე სერიოზულ კონკურენციას მაგით ოქროსხანა იყო 60-იანი წლები ეს ავტომობილური. თან თქვენ წარმოიდგინეთ ახლა 50-იან წლებში ავტომობილი რო 160 და 180 დრო ივნის. სპორტულია რა, ჩვეულებრივ. ეგ უკვე სერიოზული განაცხადი იყო მაგ დროისთვის. და ცხენის ძალებიც რო აწეული ქონათ 170 ცხენის ძალამდე და ასე შემდეგ. მაგ დროისთვის ძალიან მაგარი შედეგებია ეს. მოკლედ მერე უკვე გადაწყვიტეს გაემჯობესებინათ ცოტა ფუტურისტული ფორმებიც გაეკეთებინათ და შექმნეს აი ეს შედევრი. კი. მართლა შედევრია. კი. რომლის დიზაინიც დაიწყეს 60 წელს, 1960 წელს. ალო პროექტი. აი პირველი მონახაზი ავტომობილისა, ხო, აი დაჟე მონახაზი თვითონ პროტოტიპი ჯერ არ იყო დამზადებული. უბრალოდ ნახატი იყო გაკეთებული, რომ აი წარმოდგენაში რანაირი უნდა ყოფილიყო. თუ იყო ეგ ესკიზები ამოვალეთ. ხო. და იყო ეს ფორმა შეუნარჩუნეს, იმდენად მოეწონა General Motors-ის ხელმძღვანელობას, რომ ეს ფორმა თვითონ ესკიზიდან აიღეს და შეუნარჩუნეს. და რა თქმა უნდა დახვეწეს, ну იქ სალონი თითქმის აი შედარება რო გავაკეთოთ, მე ახლოდან ვაჩვენებ ორივე სალონს რა, C1-ისაც და C2-ისაც. ერთი და იგივე. აი თითქმის ერთი და იგივე არის, აი ეს რეტრო სტილი დატოვეს. მაგრამ გარედან უფრო ფუტურისტული ფორმა მისცეს მაგას. მაგარია. პლუს ეს ფარები რა ქვია სასახი შეიძლება. პოპ-აპ ფარები. ხო, პოპ-აპ ფარები დაუყენეს ავტომობილს, ხო, რომელიც ამოდის. რომელიც მე აგზალეს. ხო, ну ეგ სამომავლო თემა იყო. თან ძალიან უხდება აი ეს სპიცებიანი დისკები ამ ავტომობილს იმე ხატავს, რა სამი სულ. და იცი რომ აი ნამდვილად იცი რომ მაგარი ემოციები იქ. კი. და თან სხვათა შორის ხო ისევ ცეც დაუბრუნდები. რამდენადაც კარგი მანქანა ააწყეს, იმდენად არაგაყიდვადი გამოდგა რატომღაც ეს მანქანა. C1? ხო, C1. რომელიც რა გეგმაში ქონათ, რომ წელიწადში, ну სიტყვაზე თლათ ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ თქვათ 10000 მანქანა უნდა გაეყიდათ. 10000 კი არა, წელიწადში 400-500 მანქანაზე მეც ვერ ყიდდნენ. იმდენად ჩაუვარდათ. მე ეს მანქანა რო გამოუშვეს, ხო? ამან ისეთი ფურორი მოახდინა, ну თავიდან 7000 მანქანა გაიყიდა პირველივე წელს გამოშვებიდან. ხო. ანუ მაგას მე ვიძახი 63-64 წლებში. ხო, რო დავაკონკრეტო. ხო. 7000 მანქანა გაიყიდა. შემდეგ წელს უკვე 25000 მანქანა გაიყიდა. იმდენად მოეწონა ხალხს რა, მყიდველებს. მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ ეს მანქანა არის Shelby Cobra-ს ღირსეული კონკურენტი. კი. და მაშინ გამოიყენეს სიტყვა Stingray. პირველი Stingray არის ეს მოდელი, კონკრეტულად C2. და ეგრეც ქვია C2 Stingray. აუ, ეხლა გავმახსენდა, აუ იმ კინოს რა ქვია? ესეთი არის ზუსტად ვერცხლისფერია და იმტრევა. ისა, მოიცა რაღაცა ქვია, თუ ვერ გავიხსენეთ კომენტი. ფინავი ციხეო თუ რაღაცა. ხო, რაღაც ეგეთი ქვია და თუ ვერ ხო, ნიკოლას კეიჯი თამაშობს მთავარ როლში. და ისა, ჯონ მალკოვიჩი. ხო, და თუ სახელი ვერ გავარტყის. მე მგონი ფინავი ციხე ქვია. კომენტარებში აი ეგ მომენტი მაქვს მარტო ნახე მთლიანი ფილმი არ მაქვს ნახე. ხო, თვითფრინავზე რომ გამოებმევა შემთხვევით ეს მანქანა. აუ, რა ცუდი მომენტი. დაეცემა. ძალიან ცუდი მომენტი. ხო. ну მაგის მე ხო სხვათა შორის ეს მანქანა დიდი ხანი არ გამოდიოდა. მე მგონი 7 წელი გამოდიოდა თუ რაღაცა და 7 წელიც არ არის. ხო, და მე უკვე ჩაანაცვლა C3-მა. C3 უკვე და მე ესე მოყვა ასე შემდეგ და აგერა ბოლო არის. ხო, სხვათა შორის ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ანდრია ჭანტურიძეს საჩუქრად გამოგვიგზავნა ამერიკაში. კი, საჩუქრად გამოგვიგზავნა ეს ავტომობილი, მადლობა. თვილაპარაკო როგორი იყო კორვეტი? კი, აბა. ეს კორვეტი. რა თქმა უნდა, ეხლა შენი ლაპარაკი, იმიტომ რომ მე არ ვმჯდარ ვარ ამ მანქანაში, შენი ჯექი. აი, როგორი ემოცია იყო, იცი? აი,
ჩვენი პაპები რო იძახიან ხოლმე რომ აი ჟიგული ყავდაო მაგარი მანქანა იყო რა ჟიგულს არ შევადარებ საერთოდ მაგრამ ძველი მანქანის თემა რო ავიღოთ აი მანქანაში რო ჯდები ფაქტიურად მანქანასთან ურთიერთობა გიწევს ხო ანუ ის კი არ არის რომ ელექტრულად და გასაღები გადავატრიალეთ ანუ მარტო გადაადგილების საშუალება არ არის რა ანუ მანქანა როგორ იქცევა იცი როგორ შენ მოიქცევი ისეც მოგექცევა ანუ გელაპარაკება ფაქტიურად აი იმაში რო არის გადაცემა 60-ში რო ეხვეწება რომ აუ ეხარ რაღაც ოღონდ ეხლა არ მიღალატო და დაიქო აი დაახლოებით ეგეთი პიროვნებაა რა ნამდვილად მაგარი მანქანა იქაც თქვი და გავიმეორებ რომ თუ გინდათ რომ ავტომობილი შეგიყვარდეთ ეს გადაადგილების საშუალება არ არის ეს არის ადამიანია რა რომელიც შენი მეგობარიც არის გელაპარაკება კიდევაც თუ გააბრაზი არ დაიქოქება და შენ გაწვალებს აი ტყუილ არ შევიყვანე ტოპლში ეხლა უფრო მივხვდი რამდენად მაგარი მანქანა არის აი თუ გინდათ რომ აი ირაკლისთან თქვი მე მგონი რომ 2026 წლიდან უცებ 60-იან წლებში გადავხდით იმიტომ რომ აი იქ მოდიოდა ეს 60-იც რომელიც ძალიან მაგრად მიყვარს და ძალიან მაგარი მანქანა და ჩემთვის პირველ ადგილზე დგას ტოპ 5-ში ნახავდით ყველა მანქანის პატრონი ჩვენ ვიყურებდა და ეგ კიდე ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს ხო აი როგორ არის იცი საერთოდ რეტრო მანქანა ყოველთვის თვალში საცემი არის ახლა ჩემ ბავშვობაში როგორ იყო უცხოური ავტომობილებით იცი ჩამოსათვლელები ხო აი წინა ვიდეოებს არ ვიცი მაყურებლები თუ უყურებ და რაღაც აუ ის რომ მოყევი გახსოვს დოდუობაში გაიჩითა თავის მერსედესით და ბავშვები დაჭყეტილი თვალები იმპორტული მაშინ ვიყავი 6 წლის ბავშვი წარმოიდგინეთ რამდენი წლის წინამდე მაგრამ ამ მანქანას ჩემთან ყველაზე მაგარი რა დატოვა იცი როცა დავბერდები აი ბავშვები ხო იქნებიან ჩემთან რა და რო იტყვიან რომ სიტყვაზე ის რომ მოფრინავს ის ფრინავი მანქანა აი ეს მანქანა მაგარია და ეს რო იდება და ეს რა არის რომ მეტყვიან და აი ეს არის ეს არის ის თვით ფრინავია ეს არის ნამდვილი მანქანა აი კიდე სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად მაგარი აი მაშინ მანქანებს აკეთებდნენ როგორც ხელოვნების ნიმუშებს ყველა დეტალზე თუნდაც სალონში ყველა დეტალი გათვალისწინებულია თუნდაც აი კრილოების ფორმები ყველაფერზე მუშაობდნენ რა აი მანქანას უშვებდნენ რომ აი ვა ეფექტი რასაც აქვს მაგას გაკეთებინებ და ყველა და ეხლა ეგრე აღარ არის ხო აი როგორ იცი დღევანდელი ავტოინდუსტრია ფაქტიურად გადასული არის ფულის კეთებაზე აი დღეს დაიდო ყველაზე საიმედო ავტომობილების ტოპები რა ხო ბრენდების და რა რის აი Toyota არის პირველ ადგილზე და რის ხარჯზე რომ იმას აქვია დაშტამპულ მანქანას ხო და ცოტა გამძლია ანუ დაშტამპული რას ნიშნავს იცი რომ ნაფიქრე კი არ აქვს რომ აი დიზაინში ეს უნდა იყოს ძრავში ესე უნდა გაკეთდეს დისკი ესეთი უნდა ანუ ის აქვს რა შაბლონურად გამოდის თან რატომღაც ახლა თანამედროვე მანქანები თითქმის ყველა ერთი მეორეს გავს კი თითქოს ერთი დიზაინერი ხატავს ყველასთვის ამ მანქანას ვერ გავიგე. და მაშინ იყო აი ყველა დეტალზე ფიქრობდნენ, იმიტომ რომ კონკურენცია იყო სერიოზული. ხო, თან ბოდიში გაწყვეტინებ და რატომღაც ყველა მანქანა ეს გინა BMW-ები აიღე, გინა თანამედროვე Mercedes-ები აიღე, გინა Audi აიღე. აი გიგანტები რასაც ქვია. რატომღაც ყველა ჩინურ მანქანებს და რაღაც ჩინჩუნჩან და რაღაც ეგეთ მანქანებს. რატომ ისე გაიჭრდა. ხო, ნუ აი ეს მაგაზე მწყდება. აი მაგას ვიძახი რომ აი ეს არის ეს მანქანა არ არის, ეს არის პიროვნება. რა არის იცი, აი გინდათ კორვეტზე ვიტყვი რა. აი ეს მანქანა ხო რატო უნდა გავდეს სიტყვაზე Lamborghini-ს? ხო
იაფიანი ფერარი. ხო, ან ფერარს რატო უნდა გავდეს? ხო, შეიძლება, აჰა, აი ეს რომელიმეს გააქვს. არა. ეს გავს მხოლოდ და მხოლოდ კორვეტს, всё. კორვეტ შეხედავ ეგრევე იტყვი, რომ ეს არის კორვეტი და არა რაღაცა სხვა. დაჟე იმასაც ვერ იტყვი, რომ წინა კორვეტს გავს. ხო. ანუ სხვა როჟა რა. ხო, ნუ მართლა სხვა როჟა არის რა. და როგორი ტიპია, იცი რომ ამ მანქანით სადმე რომ მიხვალო. და ვინმე დაჟე რომ ვერ ერკვევა. დახედავს მანქანას და ვარა მაგარი მანქანა იტყვის. იმიტომ კი არ იტყვის რომ პროსტა თქვას. მართლა მოეწონება. აი მე ხო ამბობ რომ დავდიოდით, ყველა ჩვენ გვიყურებდა და ყველა გვისიგნალებდა და ხელს გვიქნევდა და ესე გვიშვებოდა რომ რა მაგარი მანქანა. ემოცია აი ხო ეგ არის თვალშისაცემი მანქანა არის. ჩემთვის მანქანა არის ემოცია. და ეს სიტყვაზე. ნუ ამას გადავეკიდე ხა, მაგრამ ხო ბაზარი არ არის სწრაფია, მაგარია და გაგისტორებს, მაგრამ ჩემთვის ამან უფრო დიდი ემოცია დატოვა ვიდრე ეს დატოვებდა. ხო, მე ერთადერთი C5-ში ვარ თუ C6-ში ნაკლები. C6-ში. დატარები რომ აქ. C6. ხო, ის ადრენალინის ბუზღოება რო ხო, მაგრამ ის ადრენალინი იყო და აი ეს კლასიკა, რომელიც აი მე ხო 60-იან წლებში დაბადებული არ ვიყავ, მაგრამ აი ერთადერთი კოპირაიტის გამო ვერ ვქენით, მაგრამ 60-იანი წლების მუსიკას რო ყოფილიყო მანქანაში ეგ იყო რა, იქ ვიყავით. და მანქანა რო გავაჩერეთ, უცებ 2026-ში დავბრუნდით. მაგიტომაც კიდევ ერთი ძალიან დიდი მადლობა ირაკლის აი ესეთი ემოციებისთვის, რაცაც ჩემი შვილი ყვება რა. აი ვისაც საშუალება გექნებათ, რომ ესეთი მანქანებით აი კობრათი, კორვეტით, აი ესეთი მანქანით გაისეირნოთ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან, იმიტომ რომ ვაფშე სხვანაირად შეხედავთ მერე მანქანებს. კი. იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. არხები აუცილებლად გამოიწერეთ, ირაკლის არხის ლინკიც ჩვენთან იქნება. კარგო ბოლოს კიდევ ერთხელ გვერდში დგომისთვის ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო. და ირაკლისას უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ არა ირაკლი მე ესეთ ემოციებს ვერ მივიღებდი, დაჟე კიდე სიტყვებით ვერ გამოვცემ როგორი ემოცია არის. აი თითქმის ერთი კვირა გავიდა იმ დღიდან, მაგრამ დღემდე ემოციებში არის. კარგით, აბა დაგემშვიდობებით. შემდეგ ვიდეომდე. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ack, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ack, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ack, now I gotta ride or die.